საქართველოში მუნის უკვე 100-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, მედიკოსები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და გამონაყრის ან ძლიერი ქავილის შემჩნევისთანავე ურჩევენ დერმატოლოგს მიმართონ. მუნი კანის ინფექციურ პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც მუნის ტკიპა იწვევს. იგი ხასიათდება ძლიერი ქავილითა და გამონაყარით. განსაკუთრებით საშიშია მისი სწრაფი გადადების გამო. ამიტომ დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა აუცილებელია. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დერმატოვენეროლოგიის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი კანისა და სნეულებათა ეროვნული ცენტრის ექიმი დერმატოვენეროლოგი თინა კიტუაშვილი განმარტავს, რომ მუნით დაავადებული ადამიანების რიცხვმა იმატა და დროული დიაგნოსტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მუნი ეს არის პარაზიტული დაავადება, რომელსაც ყავს თავისი გამომწვევი, ეს არის Sarcoptes scabiei. საერთოდაც scabiesi ქვია, ლათინურიდან მომდინარეობს ეს სიტყვა და გამომწვევით შესაბამისად არის ამ სახელწოდებით. ეს არის თვალით უხილავი ტკიპა, რომელიც კანზე პარაზიტობს, მხოლოდ კანზე პარაზიტობს და გადადის უშუალო კონტაქტით ადამიანიდან ადამიანზე. გადადების გზები ეს არის უშუალოდ ადამიანიდან ადამიანზე, მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტით. მუნი შეიძლება გავრცელდეს დაავადებულის მიერ გამოყენებული ნივთებით. ეს შეიძლება იყოს წიგნი, შეიძლება იყოს პასტა, რომელსაც ხმარობდა, თქვათ, დაავადებული ადამიანი, ლოგინის თეთრეული და ტანსაცმელი. დაავადებას ახასიათებს ძლიერი ქავილი. განსაკუთრებულად ღამით ტკიპა აქტიურდება და კანის ქვეშ გადასვლას იწყებს. ასევე ახასიათებს წვრილი გამონაყარი, წერტილოვანი 2-2 ერთად. გამონაყარი კი ხშირად ვლინდება კანის ნაკეცებში, თუმცა ის შეიძლება სხეულის მრავალ უბანზეც გაჩნდეს. მუნმა არის ის ასაკი, შეიძლება 0 ასაკიდან დაემართოთ ზრდა დასრულებულ და მოხუც ადამიანებსაც, რა თქმა უნდა, თუმცა კლინიკურად ეს დაავადება არის სხვადასხვა გამოხატულების, სხვადასხვა ასაკში. მაგალითად, ჩვილი ასაკის ბავშვებს მათ აქვთ უფრო მგრძნობიარე და ნაზი კანი, ამიტომ მათ მუნის გამონაყარი აქვთ არა მხოლოდ ტიპიურ ადგილებზე, არამედ ყველა ადგილზე, მათ შორის სახეზე, თავისმიან არებზე, ხელის გულებზე, ფეხის გულებზე, როდესაც მოზრდილ ადამიანებს აქვთ ამორჩევით, ხელის თითების გვერდით ზედაპირებზე, მაჯებზე, მუცელზე, დუნდულებზე, ქალებში, სარძევე ჯირკვლის მიდამოში, მამაკაცებში, გენიტალიუმის მიდამოში, სათესლი პარკზე. და ტიპიური გამონაყარი ეს არის ჯგუფად დალაგებული, წყვილად დალაგებული კვანძები, წვრილი კვანძები ან ხრელები, რაღაც უხილავი, თითქოს თხელი, სისხლიანი ქერქით დაფარული ხრელები, სადაც მუნის ტკიპა შედის და დებს კვერცხებს მდედრი და შემდეგ გამოდის. აი ეს წყვილად დალაგება ზუსტად ამას განაპირობებს, რომ ეს არის ტკიპის შეჭრის ადგილი და მისი გამოსვლის ადგილი და ხრელი მთლიანად ამოსებულია კვერცხებით, სადაც შემდეგ იჩეკებიან ეს თვალით უხილავი ტკიპები, გამოდიან და კიდევ ახლიდან იწყებენ დაავადების ახალი ტერიტორიაზე გავრცელებას. ასე რომ თავდაპირველად შეიძლება ადამიანს ჰქონდეს კონტაქტი და დაავადებული იყოს, მაგრამ აქვს ინკუბაციური პერიოდი, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში შესაძლებელია ის კლინიკურად არ იყოს გამოვლინებული და დაიწყოს რა ღამის ქავილით, როდესაც იწყებს უკვე მოძრაობას მუნის ტკიპა და გამრავლებას და შემდეგ უკვე აი ასეთი ტიპის გამონაყარის გაჩენა ახლავს თან. ექიმი დერმატოვენეროლოგი ამბობს, რომ მუნის მკურნალობისას ძალზე მნიშვნელოვანია სამკურნალო პრეპარატის ზუსტი და სწორი გამოყენება, სკრუპულოზურად შესასრულებელი მკურნალობა და ჰიგიენის ნორმების დაცვა. ძალიან მნიშვნელოვანია 3 აუცილებელი პირობის დაცვა. იმისათვის, რომ დაავადება არ გავრცელდეს და იმისათვის, რომ განვიკურნოთ. ეს არის უპირველეს ყოვლისა, ექიმთა ვიზიტის დროს, დადგენილი მუნის დროს, ჩავიტაროთ სრულყოფილი მკურნალობა იმ პრეპარატით, რომელიც დაგვინიშნეს შესაბამისი სქემით. სხვათა შორის, თუ მკურნალობაზე დავიწყებთ საუბარს,
მნიშვნელოვანია რომ ეს არის ძალიან ადვილად განკურნებადი დაავადება. სულაც არ არის საშიში, მაგრამ რა ვქნათ თუ ოჯახშია მუნი? ანუ მეორე აუცილებელი პირობა ეს არის კონტაქტში მყოფი ყველა პირის ერთდროული დამუშავება. აქვს გამონაყარი, არ აქვს გამონაყარი, აქვს კლინიკური გამოვლინება. თუ არ აქვს კლინიკური გამოვლინება, ეს არის დაუწერილი და დაწერილი კანონის კონტაქტში მყოფი პირი, ჭიდრო კონტაქტში მყოფი პირი და ამ შემთხვევაში მე გულისხმობ ოჯახის წევრებს, ისინიც თანადროულად პაციენტთან ერთად იტარებენ ანტისკაბიესურ მკურნალობას. და მესამე აუცილებელი პირობა, რომ იმ საგნების და ტანსაცმლის თუ თეთრეულის დეზინფექცია, რომელიც გამოყენებული იყო დაავადებული პაციენტის მიერ. ანუ ტანსაცმლის და თეთრეულის დეზინფექცია სამი მეთოდით. ეს არის გამოხარშვა, ანუ მუნის ტკიპა გარემოში ძლებს გარკვეული საათების განმავლობაში და იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად დარწმუნებული ვიყოთ რომ აი ამ ტემპერატურაზე ეს პარაზიტი უკვე მოკვდა, ამისათვის ჩვენ გვინდა 100 გრადუსი ტემპერატურა მომენტალურად კვდება. ჩვენს სარეცხის მანქანაზე 95 გრადუსი რომ აწერია, ეს სრულიად უზრუნველყოფს იმ თეთრეულის თუ ტანსაცმლის დეზინფექციას, რომელიც უძლებს ამდენ გრადუსს და შეგვიძლია რომელიც ვერ უძლებს ამ მაღალ ტემპერატურას დიდხანს, ის გავაუთავოთ ძველი ტილოთი. ისეთი ტილოთი, რომელიც უძლებს 100 გრადუს ტემპერატურას. ანუ დავასველოთ ეს ტილო და დავადოთ თქვათ სინთეზურ ტანსაცმელზე, რომელიც ვერ უძლებს 100 გრადუს დიდხანს და ეს ტილო ზედ დავაშროთ და მოგეხსენებათ ფიზიკის კანონიდან ორთქლად ქცევის ტემპერატურა, ეს არის დუღილის ტემპერატურა და ეს არის 100 გრადუსი. მესამე მეთოდი, ეს არის გაყინვით 0 გრადუსზე 24 საათის განმავლობაში მუნის ტკიპა კვდება და კვდებიან კვერცხებიც, ასე ვთქვათ მისი, ასე რომ შეგვიძლია გარეცხილი უკვე მშრალი ტანსაცმელი, რომელიც ვერ უძლებს მაღალ ტემპერატურას, მაგალითად ეს იქნება ქუთუკები, შარფები, რომლებიც ვერც დაუთავებას უძლებენ, შესაძლებელია იყოს ქუთუკი, რომელსაც აქვს ისეთი პლასტიკური შემადგენლობა, იგივე ტყავები შეიძლება, ტყავის ქუთუკები, ქუდები, რომელიც დაუთავებაც შეუძლებელია, შესაძლებელია რომ ესენი გავადეზინფექციოთ გაყინვით. ანუ გარეცხილი უკვე მშრალი ჩავდოთ ცელოფანში, მოვუკრათ მას თავი და 24 საათის განმავლობაში გავყინოთ მაცივრი საყინულეში ალბათ. თუმცა ეს არ არის საშიში დაავადება და მინდა გითხრათ, რომ არის ეფექტური მკურნალობის გზები და მოსახლეობას ამის არაფრით არ უნდა ეშინოდეს. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის პროცესი დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაინც მუნის პრევენციის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს ჰიგიენური პირობების დაცვა და სხვა პიროვნების პირადი მოხმარების ნივთების გამოყენებისგან თავის შეკავება.